საპარლამენტო უმრავლესობის ხდომა, რომელზეც ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უსმენენ. რა საკითხებს შეეხება შეხვედრა და რა შეკითხვებით მიმართავენ. კვირიკაშვილის მოადგილეს მმართველი პარტიის წევრები ნინო არღულიანია ჩვენს პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენთ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკონომიკის მინისტრის მოადგილისგან ძირითადად დაინტერესდნენ პროექტ აწარმოეს საქართველოს შედეგებით. კონკრეტულად კითხვები შეეხებოდა ამ დრომდე რამდენი მილიონი გამოიყო პროექტის ფარგლებში და ასევე რამდენი მეწარმე დაფინანსდა, რაზეც ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, რაზეც ქეთი ბოჭორიშვილმა უპასუხა უმრავლესობის წევრებს, რომ ამ დროისთვის გამოყოფილია 40 მილიონ ლარამდე და დაფინანსებულია 27-მდე მეწარმე. ზუსტად საათნახევარია, რაც უმრავლესობის ხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილება პროექტი აწარმოეს საქართველოში. შეგახსენებთ, რომ პროექტის ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. 27 ახალი საწარმო დამატებით უნდა გაიხსნას, დაახლოებით 40 მილიონი უკვე გამოყოფილია ამ პროექტებისთვის, დაახლოებით 100-მდეა კიდევ როგორც ვარაუდობენ დასაფინანსებელი პროექტები, რაც ვისაც გამოყოფილია მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე თანხა და მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოში ახალი საწარმოები კიდევ მომრავლდეს და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს პროექტის პრეზენტაცია უნდა გააკეთოს აწარმოეს საქართველოში. რა მიღწევები აქვთ, რას ფიქრობენ, თუ არის რამე ხინჯი, რომელიც გამოსასწორებელია. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მოსმენა დასრულდება, არსებული ინფორმაციით უმრავლესობის წევრები აპირებენ განიხილონ სხვა პოლიტიკური საკითხებიც, თუმცა კონკრეტულად რაზე იმსჯელებენ, ამაზე სხდომის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებთან არ უსაუბრიათ. ეს იყო ნინო არღულიანის პირდაპირ ჩართვა. მადლობა, ნინო.